მოდი კომუნიკაციაზე ვისაუბროთ. ვისაუბროთ იმაზე, როგორ მუშაობს ეს და რა დაგვავიწყდა ადამიანებს და შესაბამისად მე რატომ ჩავარდით რაღაც ხაფანგებში, რაშიც ვართ. ძალიან დიდი ხანია ამას ვასწავლი და თავარია რომ გავიხსენოთ, რომ ჩვენ დნმ-ით ადამიანები ვართ, იგივე ადამიანები, რომლებიც ვიყავით 30000 წლის წინ და ასე შემდეგ. და ბევრი რაღაც შეიცვალა ამ 30000 წლის განმავლობაში, რომ აღარაფერი თქვა ბოლო 100 თუ თუნდაც ბოლო 20 წელიწადზე ინტერნეტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მასმედია და სოციალური ქსელები და რეალურად მოხდა ის, რომ თუ კი სადღაც 30000 წლის წინ ადამიანს გარშემო ჰქონდა გარკვეული სტიმულები, გარკვეული კომუნიკაცია, გარკვეული ურთიერთობა და გარკვეული აღქმა სამყაროზე, რაც მის გარშემო ხდებოდა, ჩვენ ნელ-ნელა მივახციეთ იმას, რომ ჩვენი ძალიან კარგად განვითარებული და ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ასე ვთქვათ, გაშლილი ეს ჩვენი საინფორმაციო საკომუნიკაციო სისტემებით მასიურად ვახდენთ ახლა ინფორმაციის მიწოდებას, ვისაც რა აიშე რო გაინტერესებს უგანდის რომელ სოფელში რა სადღაც სოფელში რა ხდება, პრინციპში შეგიძლია მიაკვლიო ამაზე გარკვეულ მასალას ინტერნეტში და ასე შემდეგ. ანუ ნახეთ რა ხდება. კომუნიკაცია თავისი გააკეთა. კი, დაგვაკავშირა ერთმანეთს, მაგრამ დაგვაკავშირა არა იმ კუთხით, რომ ჩვენ მიგვეღო უბრალოდ რაღაც განსხვავებები, არამედ ჩვენ მაშინვე დავიწყეთ შეგვაშინა რეალურად და შეგვაშინა ძალიან ბევრმა განსხვავებამ, შეგვაშინა ძალიან ზედმეტად ბევრმა ინფორმაციამ, რაც მივიღეთ. ნახეთ რა ხდება, ხო, ისევ აი წეგან ვამბობდი 30000 წლის წინ ადამიანს გარკვეული ახმები ჰქონდა, ეხლა გვაქვს გაცილებით უფრო მეტი. ეხლა ჩვენ ვიცით არა მარტო ის, რაც ხდება ჩვენს გარშემო, არამედ ვიცით კიდევ უამრავი რაღაც, რასაც ვიგებთ ჩვენ ტელევიზიით, მასმედიით, სოციალურ ქსელებით, ასე შემდეგ. ეხლა ნახეთ. თან სხვათა შორის აი ეს ჩვენი ყურადღება, რომ წაღებული არის ამ სხვადასხვა მოვლენებზე სამყაროში, ამ ყურადღების საფასურს, ანუ ფასი რო აქვს ამ ყურადღებას და ყურადღება ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსი რო არის, ეს გვავიწყდება. ნახეთ, სადამდე მივიდა უბრალოდ ეს ყველაფერი, თითქოს ძალიან სწორი მხარეები ავირჩიეთ, სწორი დროშების გვერდით დავდექით და ასე შემდეგ, მაგრამ ზედმეტად ბევრი დროშაა, რომელიც ასარჩევი გაქვს, ზედმეტად ბევრი ინფორმაციაა, რაც მოდის და სხეული და ორგანიზმი და ტვინი და მთელი თქვენი ნერვული სისტემა რეალურად გადართული არის რაღაცა თავდაცვით რეჟიმზე, სტრესული ფონი არის ზოგადი და შესაბამისად მე ეს თავისთავად იწევს თითქოს და თვითახდენადი ეს წინასწარმეტყველების ეფექტი აქვს და ეს განწყობა მე შესაბამისად იწევს ანალოგიურ საკმაოდ ნეგატიურ გამოცდილებებს ცხოვრებაში. მაგრამ საქმე ისევ და ისევ ეხება აღქმებს. ანუ ვერ აღვიქვავ მე ნახეთ რატომ არის რომ ყურადღების რაღაც ფოკუსი გახდა ძალიან ისეთი რა, ანუ განსაკუთრებით აი შედარებით უფრო ახალგაზრდა თაობისთვის ძალიან ძნელი არის დიდი ხანი კონდეს თავისი ყურადღება რაღაცაზე. აი ცდილობს თითქოს რომ აი ესეც იყოს და მე კიდე რაღაც იყოს და ეს ჩვენი ბრალია და ეს ჩვენი მოწყობილი სოციალური თუ ინტერნეტის თუ ასე შემდეგ სისტემების ბრალია. იმიტომ რომ ჩვენ შევქმენით აი ეს ილუზია არა, ჩვენ რეალურად გავხსენით ეს რეალობა, ეს პანდორას ბოქსი, რომ აი ესეთი მრავალფეროვანი და ესეთი, ანუ ამდენი რამე ხდება სამყაროში და თან ამდენი ცუდი რამე ხდება სამყაროში. ეხლა ეს ცუდი რაღაცები რო სუხდებოდა, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი არ არის. ეხლა ჩვენ რო მე რო დავიბადე 1979-ში 4 მილიარდი ვიყავით, თქოს ვამბობ და ეხლა 8 მილიარდი ვართ მარტო ჩემი ცხოვრების განმავლობაში. გავორმაგდით მოსახლეობა, გასაგებია რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ვართ, გასაგებია რომ კიდევ უფრო მეტი როგორ ვთქვა, კიდევ უფრო მეტად იხვეწება მათ შორის ის ბოროტებები, რომელსაც ადამიანები აკეთებენ და კიდევ უფრო მეტად მრავალფეროვდება. ეხლა კომუნიკაციაზე მინდა რომ დაუბრუნდე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ჩვენ თუ გარკვეულ სტიმულებზე უნდა რეაქცია გქონდეს, სიტყვიერი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? და ეს არის რეალურად გარკვეული პირველი საფუძველი კომუნიკაციის, მე უნდა რაღაც აღვიქვა, იქ ჩემმა თვითონმა უნდა მე ეს ინტერპრეტაცია გააკეთოს, ეს რა არის, რაღაცას დაუკავშიროს და შემდეგ რაღაც რეაქცია გამომიშოვოს, იფიქროს საერთოდ კონდეს ამაზე რეაქცია თუ არა. აი ეს კიდევ ძალიან საინტერესო რამეა, იფიქროს კონდეს რეაქცია თუ არა, ჩვენ თითქოს აი დაგვატრენინგეს, რომ კონდეს რეაქციები ამ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით აი სხვა გაჯეთებმა ხელში მოწყობილებებმა და ასე შემდეგ, ხო? გაგვიკეთა ის, რომ ჩვენ მუდმივად შემოდის რაღაც შეტყობინება, მაშინვე გჭირდება პასუხი, აი თითქოს ჩვენ პავლოვის ზაღლებივით მართლა იმებს გადავედით, ხო?
სულ მაგას ვასწავლი ხოლმე როცა კომუნიკაციაზე ან როცა მენეჯმენტზე ან თუნდაც უბრალოდ time management-ზე როცა არის საუბარი, რომ ეცადეთ რომ რაც შეიძლება ნაკლებმა რაღაცა დარეკოს ამ წამს, ამის შესაძლებლობა შეამცირეთ სხვადასხვა notification-ებით, იმიტომ რომ ესეც თქვენი ყურადღება მიდის და ეს მე რატვინს და კომუნიკაციაში ამას ტვინის გადართვა გადმორთვის იმას ეძახიან, რა ქვია, ხარჯებს და ეს transactional cost-ები საკმაოდ დიდია, ეგრე არ არის რა. 2 წამი და ან 1.5 წამით რაღაცამ წაგიღო, მე უნდა წამოხვიდე ისევ დააფოკუსო რაღაცაზე, არ გამოდის ეგრე. გამოდის, მაგრამ რაღაცის ფასად. ეგ რაღაც არის კიდევ და ისევ ის თქვენი სტრესული ფონი და მე მუდმივად აი კეთება საქმის, როცა ბედნიერი არ ხარ. ხო, ყველას გვახსოვს და გქონია სამსახურეობრივად პირად ცხოვრებაში და ასე შემდეგ მომენტები, როცა სადღაც ხარ და ის მომენტი მე სულ გახსენდება, იმიტომ რომ სადღაც გულით იყავ. ეს არ არის მაინც და მაინც ხანდახან სასიამოვნო ან ყველაზე ლამაზი თუ ასე შემდეგ მომენტები. მაგრამ ესეთი მომენტები არის ხოლმე და სამსახურეობრივადაც მაგას მე ფსიქოლოგიაში ღრმა ქცევას ეძახია, როდესაც შენ არ ვიცი, ექიმი ან ექთანი რომელსაც უხარია იმ დღეს მივიდა სამსახურში და მომართულია იმაზე, რომ აი დღეს უნდა რაღაცები დაეხმაროს, გააკეთოს ადამიანებს რაღაცა ცხელი შეუწყოს და გამოაჯამრთელოს, ხო და რაღაცა მიდის მართლა მოიცავს ამ ხალხს და თითქოს აი ხდება თვითონ ეს ადამიანი. ანუ კი აღარ ახდენს იმიტაციას, არამედ აი თვითონ ხდება მართლა, ღრმა ქცევა. ანუ ის ამას აკეთებს, იმიტომ რომ გულით იმწამს იქ არის. ეხლა რატო ყოფილი და აქეთ-იქით რატო მოვედა, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად აღარ გაგვაჩნია რესურსი იმის ამდენი ინფორმაციის მიღების კვალობაზე, აღარ გვაქვს იმის საშუალება, რომ შვიდად დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ და შევეცადოთ გავიგოთ რატო მოხდა რაღაცა, მიზეზს ჩაუხმავდეთ, საკუთარი ბრალეულობა თუ არა ბრალეულობა, ანუ შევეცადოთ რომ ერთი ნაბიჯით უფრო მეტად დავფიქრდეთ, ვიდრე ამას შეგვაჩვია თუნდაც Google-მა, ხო? Google-ის პირველი პეიჯი რა იყო, ანუ რაღაც დავგუგლე, პირველ პეიჯზე ეს რაც სამოვარდა ეგ არის. ეხლა დაახლოებით ვამდეთ მიყავს კიდე ChatGPT-ს, ხო? და ასე შემდეგ სხვადასხვა AI-ის და. ეხლა დაგვავიწყდა და ზუსტად ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება რომ გაკეთდეს ახლა არის ზუსტად ამ ჩვენი ყურადღების უკან აღება, დაბრუნება ამ ჩვენი ყურადღების და იმის მაგივრად რომ ვახდენდეთ სხვადასხვა საინფორმაციო, სოციმედია თუ ასე შემდეგ ტრიგერებზე რეაქციებს დავფიქრდეთ იმაზე რომ არის დრო ხანდახან რეაქციების გაკეთების და არის დრო ამ რეაქციებს უბრალოდ დაკვირვების და დაფიქრების. აი კომუნიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი არის რომ შენ ხედავდე რეალურად მეორე მხარის პერსპექტივას კარგად. ანუ შენ თუ ამას ხედავ და შენ კარგად იცი შენი პერსპექტივა. მე კომუნიკაცია იქნება, მოლაპარაკება იქნება თუ სხვადასხვანაირი სასიყვარულო თუ საქმიანი ურთიერთობა ყოველთვის სამართლიანად ლაგდება. ანუ მართალი რაც არის ისე იქნება რა. მაგრამ შენ თუ არ გესმის ან არ გინდა მიიღო იმ მეორე ადამიანის პერსპექტივა და მიდიხარ იმ მეორე ადამიანთან სასაუბროთ ან საერთოდ არ მიდიხარ და საერთოდ არ ესაუბრები და ძნელ საუბრებს გაურბიხარ, ხო? და ეს გახდა ჩვენი დღევანდელობის სამწუხარო რეალობა. როცა დაწყებული ვიღაცაებს, ვისაც ჩვენ ლიდერებს ვეძახით, რომლებიც ლიდერები არ არიან რეალურად და მეთაურები არიან, აი ეს ლიდერები ცდილობენ რომ რაღაცა შიშების ესენი ამას იმის აშინებენ, ისინი ამას ამით აშინებენ და ეს რაც ხდებოდა მთელი ამდენი 1000 წელი სამყაროში ეგ არის, ხო? გარკვეული შიშებით და რაღაცა კარგი ესეთი ჯვაროსნული ყიჟინით გალაშქრება რაღაცაზე, ვიღაცაზე, ვინც იყო საფრთხე დახატული და შესაბამისად მე ეს შიშები ერთ მეორეზე აგებული ისტორიულად და ის ბრძოლები, რომელშიც ვიყავით და ჩვენ აი ისტორიას რო ვასწავლით ბავშვებს, აქაც გარკვეულწილად ფაქტიურად ზეგავლენას ვახდენთ მათ უნარზე კომუნიკაციის და ურთიერთობის უნარზე, იმიტომ რომ ისტორიაში თუ ჩვენ სულ ვასწავლით რეალურად რამდენი ბრძოლები, რო აი ჩვენ ეს აი მე ჩვენი წავედით იმათ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ პატარაობიდანვე, ზედმეტად პატარაობიდანვე, ჩემი აზრით, ადამიანებს ვეუბნებით, რომ ცხოვრება არის ბრძოლა. და მე ამ ბრძოლის რეჟიმში თან გვინდა რომ რაღაცა ისეთი ჰუმანური და ისეთი სამყარო ავაშენოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიზახი ბრძოლით გვინდა ავაშენოთ და არც საზოგადოებრივად, არც ადამიანური ფსიქოლოგიის დონეზე ბრძოლებით
წინ ვერ წახვალთ. ხო, ჰილინგი რა არის და რა არის, რადგან ფსიქოლოგიურად ფსიქოლოგიაში თქვა, თქვენ შინაგანი საყრდენის მოძებნას ეძახიან. ეგანი ის, რომ შენ როგორიც ხარ, აი ეს მიმღებლობა შენი თავის კონდეს. და როგორც კი შენი ეს მიმღებლობა გექნება შენი თავის ყველაფრით, ხო? მე ასევე ეცადო, რომ ზუსტად ეს მიმღებლობა დაახვედრო იმ გარკვეულ გარემოებას, გარკვეულ ნეგატიურ ფაქტორს, გარკვეულ შემოქმედებას თუ ასე შემდეგ, რომელიც შენ გაქვს. და ასევე მეორე მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავიხსენოთ აი ეს რაზეც დავიწყეთ საუბარი, სადღაც 30000 წლის წინ, რამდენად შეზღუდული ქონდა ადამიანს გარკვეული გამოცდილებები, იმიტომ რომ ის არ ცხოვრობდა გარკვეულ ვირტუალურ სოციალურ სამყაროებში და ასე შემდეგ, სადაც ბევრი რაღაცები ხდება. ვირტუალური იმ კუთხით, რომ ნახეთ როგორ რაღაც არის. ჩვენთვის გააჩნია negativity bias ქვია, ანუ ჩვენ უარყოფით ინფორმაციას უფრო მეტ წონას ვანიჭებთ და მე გვითრევს ეს უარყოფითი და ნეგატივი, იმიტომ რომ გადარჩენის ინსტინქტია და 30000 წლის წინ გამოქვაბულის გარეთ თუ ლომი დაეღრიალებდა, ეს იყო გარკვეული ნიშანი, რომელზეც აუცილებლად ყურადღება მეტი გამემახვილებინა, ვიდრე თქვა, არ ვიცი, ბავშვი რომ იმწავს რაღაცას დაიძახებ და გამოქვაბულში. ის ლომი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ვიღაცის სიმღერა იმწავს. ის გარკვეული ნეგატივი ყოველთვის წაიღებდა. ეხლა ნახეთ რა ხდება, ჩვენ გამოქვაბულებში აღარ ვართ. ლომებიც აღარ ღრიალებენ სახლების გარეთ, მაგრამ სამაგიეროდ ღრიალებენ უამრავი კომუნიკაციის არხები სხვადასხვა რაღაცებზე, რაც მოხდა ცუდი და უსამართლობა და საშინელება. რატომ? იმიტომ რომ ეს მოთხოვნადია, ეს ჩვენი ფსიქოლოგიით ეგ არის მოთხოვნადი. ამიტომ ჩვენ ძალიან ხშირად გვავიწყდება, რომ ისაც ჩვენ ხედავთ, თუნდაც აი ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიგია, რომ აი მე საშინელებები ხდება, იმიტომ რომ ჩვენმა ტვინმა და შესაბამისად მე სოციალურ ქსელებმა ძალიან კარგად იციან თქვენი ყურადღება რაზე უფრო იქნება მიჯაჭვული, იმიტომ რომ მათი ალგორითმის მიზანი ეგ არის, რომ მეტი ყურადღება წაიღონ თქვენი, შესაბამისად ანუ ჩვენი ეს მთელი ყურადღება გარკვეულ ისეთ ინფორმაციულ ნაკადზე იქნება მიმართული, რომელიც იქნება ნეგატიური. და სადაც არ მოხდება, ან ბევრად უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი მოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, იმიტომ რომ ეს კონტრასტის ეფექტი არის კომუნიკაციაში, ხო? ახლა რაღაცა კარგი მოხდა, ვიღაცამ უბრალოდ ბედნიერი დღე გაატარა, ეს უკვე მნიშვნელოვანი აღარ არის. არადა ჩვენ მე ეს პროპორცია გვავიწყდება. აი twins გონია, რომ აი ის დიდი ნეგატივი არის და აღარ უყურებს და აღარ განიხილავს სამყაროს უბრალოდ გარშემო როგორც ასეც რაღაცა გარკვეული ცხოვრების, ბედნიერების და განცდების და გამოცდილების მიღების წყაროს. და ჩვენ თითქოს აი სადღაც ულამაზეს ადგილზე შეიძლება მოხვდეთ, მაგრამ თუ დასტრესილი ადამიანია და თუ ფიქრობს 1000 რაღაცაზე რა პრობლემაზე და უბედურებაზე, რაც სამყაროში რეალურად ხდება, ის სილამაზე რაღაც დისონანსში მოყავს. თითქოს ის აშავებს რაღაცას, აი საშინელება ხდება და აი მე კიდე ამას უყურებ. აი ნახეთ, საკმაოდ რთული ფაქტორები არის კომუნიკაციის ჩართული. შენ თუ მართლა გინდა რომ ეფექტური კომუნიკაცია გააკეთო, ადამიანს თავი უსაფრთხოდ უნდა აქცნობინო. აი შვეიცარიელებს აქვთ ეგეთი ფანტასტიკური გამოთქმა no one is safe until everyone is. არავინ არის უსაფრთხოდ, სანამ ყველა არ არის უსაფრთხოდ. ანუ ერთი ტერორისტიც რო იყოს ქალაქში შვიდად ვერ იქნება. ხო? ანუ ასეა. და ჩვენი საინფორმაციო ტექნოლოგიებით ისე ვართ, რომ სოფლიოში ერთგან სადღაც რაღაც მოხდება, ის ყველა ვიცი და ყველას გვაშინებს. ანუ ჩვენ შიშების გავრცელების ფანტასტიკური მექანიზმი შევქმენით და ჩვენივე თავი ამ იმაში მართლა მატრიცაში გამოვამწყლიეთ. შემდეგ რა ხდება? აქედან გამოსვლა რეალურად ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენი ყურადღება აი მართლაც ერთი ნაბიჯით უფრო მეტად არის ფოკუსირებული, ანუ აი Google-ის პირველი გვერდზე უფრო იქით გადახვალთ, ანუ როდესაც ადამიანთან ან ვინმესთან საუბარს კომუნიკაციას იწყებთ და იქ შეგხვდებათ რაღაცა, რაც თქვენთვის მიუღებელია, ან გარკვეულად გაღიზიანებთ, გინდათ რაღაც რეაქცია გქონდეთ, აი რეაქციის მაგივრად გავჩუმდეთ და დავფიქრდეთ და უბრალოდ მივხვდეთ, შევეცადოთ გავიგოთ რატომ აი ბოლომდე მივყვეთ ლოგიკას და მივალთ სადამდე იცით რომ ის მეორე ადამიანი ჩვენს მიმართ თუ რაღაც გამოხატა გარკვეული არ ვიცი ნეგატიური რაღაც მოხდა აგრესია თუ ასე შემდეგ ხო ის ადამიანიც სადღაც თავის მიღებულ ცხადიად კივილს აგრესიას თუ ასე შემდეგ ამის პროექციას ახდენს. ანუ ისიც შიშებიდან ლაპარაკობს. ეს შეშინებული ადამიანები ვეღარ ლაპარაკობთ მერე და მერე ცალ-ცალკე ვდგებით და ერთმანეთს ვლანძღავთ. ეს დაახლოებით ეს ხდება მთელ სამყაროში, არა მარტო საქართველოში, როცა ადამიანებმა შეწყვიტეს მოლაპარაკებები, ან მართლა გული მწყდება, რომ ანუ
ჩემი ერთ-ერთი ყველაზე უსაყვარლესი თემა არის და ჩემი აზრით მოლაპარაკებებია ზუსტად რაც რის და მედიაცია, რის საშუალებითაც შეიძლება ყველაფრის გაკეთება აბსოლუტურად და ყველა ბრძოლა არავინმე საბოლოო დამარცხებით, არამედ მოლაპარაკებით თავდება. Იმიტომ რომ სხვისი საბოლოო დამარცხების სურვილი ნიშნავს იგივე სურვილია რომ ვიღაცა ჩარეცხო და ვიღაცა უბრალოდ იგივე სურვილია რომ შენი თავში რაღაცა ის რაც არ მოგწონს ჩამოუკვეთო და გადააკეთო და ეხლა გადავედით მე მგონი ადამიანები მაგ ყაიდის აზროვნებიდან მართლა სხვა აზროვნებაზე და თუნდაც აი ამ ყველაფერმა რაც ხდებოდა ბევრი ინფორმაცია ძალიან ბევრი უცბად დავისტრესეთ დავიტრაუმირეთ ჩვენი თავი და ბავშვები დავსტრესეთ ძალიან კიდევ იმიტომ რომ ბავშვები აღარ ისმენენ ლამაზ ბედნიერ ისტორიებს ისინი არიან მიჯაჭვური ან გარკვეულ სოციალურ მედიაზე უბრალოდ რაღაც უყურებენ არც თუ ისე სამწუხაროდ კარგი ხარისხის შინაარსობრივად იქაც და თელი მე ყველაფერი რაც ხდება ბავშვები ძალიან კარგად გრძნობენ სახში რა ხდება მშობელი რას აკეთებს როგორ აკეთებს ისინი ძალიან კარგად გრძნობენ სიყალბეს და იმ სიყალბეს რომელშიც ჩვენ თვითონ ჩვენი თავი ჩავითრიეთ იმიტომ რომ ეს შიშები ავაშენეთ და დავიწყეთ კედლების შენება და კედლების შენება მით უმეტეს ეხლა ამ საუკუნეში ხო წარმოუდგენელი სისულელად აღმოჩნდა იმიტომ რომ რასაკეთებ კედლით თითქოს თავს იცავ მეორე მხარისგან რომელიც ყველანაირად ინფორმაციულ ტექნოლოგიათა ასე შემდეგ ისე ძლიერდება რომ კედელს აზრი არ აქვს კედელი რაც საკეთებს რეალურად შენ კეთავს ასე გამოდის და სულ მაგაზე საუბრობთ რომ არსებობს რა ადამიანები მართლა ლიდერები ვინც აშენებენ ხიდებს და არა კედლებს აი ეცადეთ რომ ხარი იმათ დაუჭიროთ და ისეთი ადამიანები აღმოაჩინოთ უბრალოდ თქვენს გარშემო და ესენი ნამდვილად არ იქნებიან არც პოლიტიკური და არც რაიმე სხვა სახის ლიდერები ესენი შეიძლება აღმოჩნდნენ უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები რომლებმაც იციან ზუსტად როგორ გაერთიანონ რაღაცის გარშემო, სადა აშენონ რაღაც ხიდი. Აი ეს ხიდის მშენებელი ადამიანები არიან ლიდერები რეალურად და მათი ასე ვთქვათ, მათი ხმის ამაღლებით მოხდება მხოლოდ რაღაც შემდეგ ეტაპზე გადასვლა საზოგადოებრივი არ ვიცი წყობის თუ საზოგადოების ცნობიერების. ეხლა რო დაუბრუნდეთ კომუნიკაციას, ისევ და ისევ ჩვენ თუ არ დავიმშვიდეთ ჩვენი თავი ამ სტრესული ფონიდან, საშინელი მინდა თუ არ და ამიტომ არის ახლა რომ ესეთი პოპულარული სხვადასხვა სტრესული თერაპიები და ასე შემდეგ, აი მე რაც ვაკეთებ mindfulness based stress reduction თერაპია არის ფაქტიურად მაშინ გამოიყენება, როდესაც აი პალიატიურ პაციენტებზე აღარც ტკივილგამაყუჩებელი, აღარაფერი აღარ ჭრის და ასე შემდეგ და ამ დროს მედიტაციებით და იოგით ცდილობენ და აღწევენ ძალიან ხშირად ფანტასტიკურ შედეგებს და საოცარი ისინი არის უკვე ბევრ კლინიკაში დანერგილი აკუთხით ცალკე ბევრი რაღაცას შეიძლება საუბარი. იმიტომ რომ ნახეთ რას ახდენენ. ისინი ახდენენ აი მტკივილთან ერთად ცხოვრების შესაძლებლობას და ეს იდეა ჩდება ადამიანში ამ გარკვეული მედიტაციების შემდეგ და გარკვეული ფსიქოლოგიური დამშვიდების შემდეგ, რაც ყველაზე თავარია, ანუ ფიზიოლოგიურად რა ხდება, ანუ სიმპათეტიკური, პარასიმპათეტიკური ნერვული სისტემა, ხო? პარასიმპათეტიკური ნერვული სისტემა მაშინ ირთვება, როდესაც შენ ხარ დამშვიდებული, დარელაქსებული, არაფერი საშიშროებას არ ელი და ასე შემდეგ და ტვინი კიდევ ვერ განსხვავებს იმას ვირტუალურ საშიშროებას თუ უცბად რაღაც შენსკენ მანქანა მოექანება. იგივე არის მაგისთვის, ანუ იგივენაირად აღიქვავს და ესე დასტრესილ დატრაუმირებულები ვეღარც ერთმანეთს ველაპარაკებით, ვეღარც გაგვიგვია საერთოდ რა გვინდა და ბედნიერებაც დაიკარგა. ნახეთ, თითქოს და მარტივი კონცეფციიდან რაც არის ადამიანებს შორის კომუნიკაცია, მივედით იქამდე რომ რაღაც ბედნიერების ერთ-ერთი კომპონენტი არის ერთ-ერთი კომპონენტი. ანუ თუ კი ამ მატრიცული რაღაცა იმიდან შიშების იმიდან გამოსვლა გვინდა, ჩვენ უბრალოდ უნდა შევძლოთ რომ აღვადგინოთ ურთიერთობები იმ ადამიანებთან გარშემო, ვისთანაც ყველაზე მეტად გაგვიჭირდა და არ გამოგვივიდა და ასე შემდეგ საუბარი, ну, ამას შეგიძლიათ closure-ი დაარქვათ. ამას შეგიძლიათ უბრალოდ დაარქვათ ადამიანთან რაღაცის მართლა დასრულება იმ კუთხით, რომ შენ გაარკვიო, ან ბოლომდე უთხრა, შენი მხრიდან რაღაც გარკვეული მოსაზრება იქნება თუ ასე შემდეგ და აღარ ეცადო, თუ კი ამას ცდილობდი, გადაარწმუნო. ანუ მისცე იმ ადამიანს სიგნალი, რომ შენის მიიღე, აი ესეთი როგორიც არის. რაღაც მოგწონს, რაღაც არ მოგწონს, მაგრამ მიიღე როგორიც არის. ამ სიგნალის გარეშე და ამ სიგნალამდე სხვადასხვანაირად მივხვალთ და ყველა ხშირად ვერა და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ამ სიგნალამდე მივედით, როცა მეორე ადამიანს ვაგრძნობინეთ, უსაფრთხოდ თავი, აი მაშინ იწყება ნამდვილი კომუნიკაცია. იმიტომ რომ მაშინ ავთენტური ვართ ერთმანეთთან და გულახდილად საუბრობთ. და რაღაცამდე მივდივართ. იმიტომ რომ ყოველთვის
გაცილებით უფრო ძვირი ფასი აქვს ძალის დემონსტრირებას და დაპირისპირებას და კედლების შენებას და გაცილებით უფრო ეფექტური არის სამყარო არის ასე მოწყობილი ფიზიკა და ბიოლოგია და ასე შემდეგ ეფექტური სისტემები გადარჩება და ეფექტური სისტემები არის სისტემები რომელიც არის აი ესეთ ავთენტურ ნამდვილ ურთიერთობებზე ანუ აქ პირველი წამალი არის რომ ჯერ ჩვენ თავის სტრესის გამოყანა შევძლოთ და აქამდე მივიდეთ სხვადასხვა თერაპიებით თუ სხვადასხვა თუნდაც იგივე მედიტაციური თუნდაც იგივე ფსიქოლოგიური თუ ასე შემდეგ ჩარევებით დახმარებებით მაგრამ ამასთან ერთად ჩვენივე შეიძლება წლობითი აროთ თერაპევტი და შეიძლება 5 წელი იოგა აკეთოთ ყოველდღე მაგრამ და მედიტაციებს აკეთებთ მაგრამ მედიტაციის გაკეთება მარტო თვალების დახუჭვა და ის არ არის რა ქვია 10 წუთი გაუნზრეულად ყოფნა და თან ყველაზე მთავარი ის არის რომ ჩვენ ტვინში რაც ხდება ის მხოლოდ ფიქრებია მაგრამ ის ქმედებები ჩვენ რამდენად მე გარკვეულ ქმედებებს გავაკეთებთ იმ ჩვენი ფიქრებიდან აი ეს ქმედებები არის თორე ეს ქმედება არის კარმა ზუსტად აი კარმა არის ქმედება ხო და აი რა კარმას გავუშვებთ მიუხედავად მიღებული კარმისა და როგორ ქმედებებს განახორციელებთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ხანდახან ფიქრების დონეზე ვტოვებთ ხოლმე რა კაი ფიქრი გქონდა კაი იდეა მაგრამ ის გრჩება არ მოხდება ამისი რეალიზება თუ ეს არ ითქვა ხო პირველად იყო სიტყვა მართლა ასე არის ანუ იდეებიდან იწყება ყველაფერი იდეებიდან იწყება ისტორიები იქნება და შემდეგ ისტორიებიდან ბიზნესები იქნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ სახელმწიფოები და ასე შემდეგ ნამდვილი კომუნიკაციები ხდება მაშინ როდესაც აი ამ უსაფრთხოების შეგრძნებას მივცემთ ერთმანეთს და გავიხსენებთ მართლა აი ამ შვეიცარიულ ძალიან კარგ გამოთქმას რომ არავინ არ არის უსაფრთხოდ სანამ ყველა არ არის უსაფრთხოდ და არ შევეცდებით კიდევ იმას რომ ილუზია შევიქმნათ რომ მე თუ ჩემ მეზობელთან რაღაც დაძაბული ურთიერთობა მაქვს გარკვეული სახელმწიფო პოლიცია თუ ასე შემდეგ ამას დამირეგულირებს თუნდაც ეს სახელმწიფოებრივ დონეზე რომ ავიღოთ და დიდი პოლიტიკის დონეზე ზუსტად იგივენაირი რეალობა არის და იგივენაირი სიმართლეა ის რომ მე თუ მართლა მინდა რომ უსაფრთხოდ ვიგრძნო თავი მე უნდა რაღაცნაირად იმ მეზობელთან დავარეგულირო ურთიერთობა მეთითო ხო საბოლოო ჯამში ეს შეიძლება ეს ყველაფერი იყოს საჭირო რომ სადღაც რაღაცამდე მივიდე ალბათ ასეც იყო ყველაფერი მართლა ისე ხდება რომ საბოლოო ჯამში აშკარა გახდეს რაღაცეები ნათელი გახდეს რაღაცეები ეხლა ჩვენ პირველივე რაც მოგვანათებს თვალში ხო იმას უყურებთ რომ აი ეს აშკარაა და მე ამაზე რეაქცია გვაქვს იმიტომ რომ გადასტრესილი ტვინი გადადის ეგრევე რეაქციების რაღაცა მოხდა არ იქა ხო ამაზე ეს რეაქცია არის და იღებს მე თავის ძველ შიშებს ტრამვებს ასე შემდეგ და აღარ უყურებს ნახეთ ერთი ნაბიჯით იქით აღარ მიდის იქითკენ რომ მოდი ახლა ეს რო ეს ხდება ეს ამის გამოცხო შეიძლება მოხდეს არა ის მიდის გაყვალული გზით და ყოველთვის მე ამას ატრიბუციის ფუნდამენტალური შეცდომა ქვია თუ ვთქვი ფსიქოლოგიაში ყოველთვის უკვე თუ კი რაიმე ვიღაც არ მოწონს ხო თუ კი რაიმე ცუდი გააკეთა ეს მის შინაგან ფაქტორებთან დაკავშირებით გააკეთა ცუდი ასე ფიქრობს ხოლო თუ რაიმე კარგი მოუვიდა ეს გაუმართლა ეს რაღაც გარეთ ფაქტორებმა შეუწყოხალი თუ შიგნით ის არ არის საკმარისი და კარგი და ასე შემდეგ აი ესე ვფიქრობთ ანუ და პირიქით ჩვენ თავზე მე და ეს ატრიბუციის შეცდომა ეს მიკუთვნების შეცდომა რაღაც შიდა თუ გარეთ ფაქტორებზე რეალურად ისევ და ისევ დამოკიდებულია შიშებით აი ჩვენ როგორც კი იმდენად დავემშვიდობთ ჩვენს ნერვულ სისტემას და იმდენად მოძებნი ჩვენში იმ ფსიქოლოგიურ საყრდენს რომ შევძლოთ საუბარი ადამიანთან ისე რომ სიგნალი გაუგზავნოთ რომ შენ მიგიღე ისეთი როგორიც ხარ ეს არის ზუსტად ჰილინგიც ეგ არის ზუსტად შემდეგ საოცარი შეიძლება ძალიან დაძაბული მაგრამ საოცარად გაცოცხლება გარკვეული ურთიერთობის შეიძლება საბოლოოდ დასავიწყებლად მაგრამ შეიძლება უბრალოდ გარკვეული ტრაუმის მართლა გასაშვებ მოსახსნელად და ასე ნელ-ნელა ერთიანდება საზოგადოება არა ბელადების და მეთაურების რომელსაც თქვენ ლიდერებს ეძახით არასწორად სამწუხაროდ არა ეგ მაგათ გარშემო არამედ აი იმ ადამიანების გაერთიანების გარშემო რომლებსაც ბლოკჩეინივით გაერთიანებებით რომლებმაც შეძლეს რთული საუბრები გამართონ ერთ-ერთზე თუ შეიძლება რაღაც მედიაციით თუ შეიძლება რაღაც მაგრამ მოძებნონ საშუალება პირველ რიგში ამ იმღებლობის სიგნალით იმუშაონ და გარშემო ყველაფრის მიმართ კონდეს ეს მიმღებლობის მოუდი, ასე ვთქვათ, ესეთი განწყობა ჩართული. აი, როცა იქნება, მე ბევრად უფრო
ძლიერი კავშირები გვექნება, ნამდვილი კავშირები გვექნება, ნამდვილი ადგილობრივი მმართველობები გვექნება და გვექნება სხვადასხვა საზოგადოება, რომელიც იქნება ბევრად უფრო მიმღებლობი ბუნებრივია, მაგრამ გაერთიანებულიც ბევრად უფრო. ანუ უფრო დაქსაქსული კი არ არის ჩვენ გვეშინია და მაგით რაღაც ცენტრალიზებულ სისტემებს იმუშავებთ ხოლმე. არამედ კიდევ უფრო მეტად გაერთიანებული. ნახოთ მანამდე როგორ მივართ, მაგრამ ყველა პრინციპი კომუნიკაციის კიდევ მანდეთკენ გვიბიძგებს, რომ ადამიანებს აი ეს ნამდვილი ავთენტური კომუნიკაცია უყვართ, ენატრებათ. და აი ეს სტრესული რეჟიმი, რომელშიც ახლა ბოლო პერიოდში მithumetes ყველანი ვართ მართლა მთელ სამყაროში, ეს მივა იქამდე, რომ ამის გაძლება უკვე შეუძლებელი იქნება. და მე ნელ-ნელა გავიხსენებთ რეალურ ურთიერთობებს და მე ნელ-ნელა გავიხსენებთ ადამიანებს გარშემო და მე ნელ-ნელა ეს ბლოკჩეინით, ეს ვირუსივით შიგნიდანვე გავრცელდება ის რომ ჩვენ დავაფასებთ ისევ ნამდვილობას, ავთენტურობას, განსხვავებულობას, ამ 8 მილიარდ განსხვავებული ადამიანის და რაც თავარია დავაფასებთ ჩვენ სულიერ სიმშვიდეს და კარგ და სულ ასე თქვა რაც კატეგორიებად კი აღარ დავყოფთ, არამედ რეალურად მივიღებთ სამყაროს მართლა ისე როგორიც არის, მივიღებთ განსხვავებულობას ამ სამყაროში და ადამიანების და ასე შემდეგ როგორიც არის და არ გვექნება რეაქციები, არამედ გვექნება რეფლექსია, ანუ გააზრება იმისა, რაც ხდება, იმიტომ რომ რეაქციები არის ის ხაფანგი, რომელიც მუდმივად წაგიღებთ, თქვენი ყურადღება მუდმივად რაღაცაზე იქნება და თქვენ ვერ დაიბრუნებთ იმას, რასაც ქვია აი სულიერი სიმშვიდე და დამშვიდება და მე ამ შესაბამისად კომუნიკაციასაც ვერ მოახდეთ ვერანაირ ეფექტურს მეორე მხარესთან, ანუ დარწმუნება არ უნდა იყოს კომუნიკაცია. გაგება უნდა იყოს კომუნიკაცია, ურთიერთობა ეგ არის, რომ მე უნდა გავიგო შენი გადმოსახეთი კარგად და როდესაც ამას კარგად დავინახავთ, რა შიშები გვაქვს, ხო, მე რემ შიშებს ერთად ვებრძოლოთ. ნახოთ, სად არის ტყუილმართალი, ყოველთვის იქ არის ნახევარტყუილ ასე შემდეგ და ასე შემდეგ და სად რას შევხედოთ სხვა პერსპექტივით და სად დავინახოთ რაღაცები ერთიანით, ეგეც გამოჩნდება. მადლობა დიდი ყურადღებისთვის.